Ministris postიდან ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოზიციაზე ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტი ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა წევრმა დატოვა. ლევან დავითაშვილი, რომელიც ჯერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკურ უწყებას ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ საკითხებში. ირაკლი კობახიძის მთავარი მრჩეველი ხდება და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს უწყებას, დავითაშვილის მოადგილე მარიამ ქრივიშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერმა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დახვეწა დაასახელა. განხორციელებულ საკადრო ცვლილებას დადებითად აფასებს მმართველი გუნდი, თუმცა განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების სტაჟიანი მინისტრის ახალ პოზიციაზე გადაყვანას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. მათ შორის საეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი ძველი კადრი ტოვებს. 2016 წლიდან ჯერ სოფლის მეურნეობის, მოგვიანებით სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, 2020 წლიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მისი მოადგილე მარიამ ქრივიშვილი ჩაანაცვლებს. ეკონომიკური უწყებიდან ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებულ სამთავრობო ეკონომიკურ საბჭოში გადაინაცვლებს, სადაც საბჭოს მდივანი და ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩეველი გახდება და მას როგორც გამოცდილ კადრს განსაკუთრებული როლი ექნება იმ პრიორიტეტების შესრულებაში, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ჰქვია. ასე წარუდგინა მისი ახალი ფუნქცია დღეს პრემიერმა მედიას და საზოგადოებას. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი მარიამი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა ეკონომიკური განვითარების და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მის საქმიანობის არეალი და დარწმუნებულია, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. მარიამ ქრივიშვილი ეკონომიკის სამინისტროში მომუშავე გუნდისთვის ახალი სახე არა. ის წლების განმავლობაში სწორედ ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ერთობლივი მუშაობისთვის მან მადლობა გადაუხადა, ისევე როგორც პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის. ლევან დავითაშვილის მადლობის ადრესატი კი ირაკლი კობახიძის გარდა ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. როგორც თავად აღნიშნა, შესაძლებლობებისთვის, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სტატუსით ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ემუშავა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად გვემუშავა და ქვეყნისთვის საკმაოდ რთულ დროს, ბევრი გამოწვევის პირობებში ჩვენ უზრუნველგვეყო ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ახალ ფორმატში ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების კიდევ უფრო დაჩქარებას, კოორდინირებას, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი სწოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე. ფიქრობ, დამეხმარება იმაში გუნდთან ერთად, რომ წარმატები დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. საკადრო ცვლილებები ლოგიკურად მიაჩნია ოპოზიციას იმ ფონზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული რომეო მიქაუტაძე მოადგილის თანამდებობას სწორედ ლევან დავითაშვილის მინისტრობისას იკავებდა. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ყოფილი და ახალი მინისტრიც კვალიფიციური კადრები არიან, რომელთა გამოცდილება ოცნების გუნდის გაცხადებული პრიორიტეტების შესრულებას მოხმარდება. არ ვიცი, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე რა აზრი აქვს საერთოდ სახელებს და გვარებს, უკვე როგორ არის, იცით, იგი წავა და სხვა მოვას პრინციპია. თუმცა ერთი რამე კია, რომ ახალი სახელები და გვარები, როგორც მომავალი კანდიდატები შეიძლება ემატებოდეს სანქციო სიას. რომეო მიქაუტაძის სკანდალი იქნება გამოყენებული ყველა წახნაგით და კუთხით, ალბათ, რაც კობახიძეს დასჭირდება იმისთვის, რომ თავისი ხალხით შეავსოს რაღაც ადგილები.
არსად მრჩევლად თავისინებით არ გადავიდა ბატონი დავითაშვილი და ვერაფერს იმაზე უკეთეს მრჩევლობის პოზიციიდან ვერ გააკეთებს ქართული ეკონომიკისთვის, რასაც ვერ აკეთებდა ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან. ძალიან რაღაც ლოგიკურია იმ ზოგად პროცესში, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, სადაც ხარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება ხდება იმ ხალხით, ვინც უფრო ლოიალურია კობახიძის მიმართ. მეტი არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ხდება, იმიტომ რომ არც წინა მინისტრს, არც მოქმედ მინისტრს, ახალ მინისტრს არ ქონია რამე განსაკუთრებული ეკონომიკური ხედვები ან პოზიციები, რომელიც მოგცემდა შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ რამე შეიძლება და არაფერი ალბათ არ შეიძლება ამ მიმართულებით. ქალბატონი მარიამი არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პიროვნული და პროფესიული თვისებებით, მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის და დარწმუნებული ვარ, მის შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო და ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად განვითარდება. აქვე მადლობას ვეთქვი ბატონ ლევას გაწეული საქმიანობისთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი რეგიონული გამოწვევების ფონზე ქართული ეკონომიკა ვითარდება და განვითარების მაღალ მაჩვენებლებს აავლენს. ვფიქრობ, მარიამი კარგი მინისტრი იქნება დიდი ხანია. ერთად მოვდივართ, პოლიტსაბჭოში ვართ, ვიცნობ მას როგორც პოლიტიკოს, როგორც მეურნეს, საქმიანს და არაერთი წარმატებული პროექტი ვიხილეთ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ჩვენ მას ვიცნობთ როგორც მაღალი დონის სპეციალისტს, ექსპერტს, უამრავი საკითხის ცოდნეს, მათ შორის აი ამ სტრატეგიული გეგმებისა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია გლობალური მასშტაბით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ინვესტიციების საკითხები, ბიზნეს სექტორთან ურთიერთობები და მთელი რიგი თემები, რომლითაც ეკონომიკური საბჭო იქნება დაკავებული. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს პირადად გააცნო და უწყების ახალი ხელმძღვანელიც წინამორბედთან ერთად მათ პირადად წარუდგინა.